თებერვალს ყაზბეგში მედიატური გაიმართა, რომელშიც 30-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, მათ შორის ჟურნალისტები. სასწავლო ტური განხორციელდა ენპარტის მხარდაჭერით. როგორც ვიცით, ენპარტი საქართველოში 2013 წლიდან არსებობს. მისი მიზანია ხელი შეუწყოს სოფლად სიღარიბის შემცირებას და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას. ევროკავშირის მიდგომის მთავარი ამოცანაა საზოგადოების ძალისხმევით გამოვლინდეს სხვადასხვა რეგიონში არსებული ადგილობრივი პრიორიტეტები და განისაზღვროს სტრატეგიები, საიდკენად შემდგომში მიმართული იქნება ინვესტიციები. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ საქართველოს მთავრობამ 2016 წლის ბოლოს დეკემბერს დაამტკიცა სოფლის განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა და შეიქმნა უწყებათა შორისი საკოორდინაციო საბჭო, სადაც გაერთიანებულია ყველა ის სამინისტრო, რომელიც გარკვეულ აქტივობებს ახორციელებს სოფლად და მიზანი უპირველეს ყოვლისა არის იმის, რომ ჩვენ როგორც ეს თანამედროვე მსოფლიოში, ბევრ ქვეყანაში, ევროკავშირში მათ შორის უპირველესად ეს პრინციპი, რომ სოფლად მცხოვრები ადამიანები არა მხოლოდ სოფლის მეურნეობიდან უნდა იღებდნენ შემოსავლებს, არამედ მათ უნდა ქონდეთ შესაძლებლობა გამოიყენონ ყველა ის ეკონომიკური შესაძლებლობა და აქტივობა, რაც შეიძლება რომ ამ რეგიონში მის კონკრეტულ მუნიციპალიტეტში თუ სოფლად იქნას ათვისებული. ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას და განსაკუთრებით იმას, რომ ყველა სექტორი იყოს წარმოდგენილი. ანუ ბიზნესის ყველა სექტორი, სოციალური თქვათ მიმართულების ყველა სექტორი, საჯარო სტრუქტურიდან ყველა სექტორი. იმიტომ რომ ეს ქმნის იმის საშუალებას, რომ ყველამ ჯერ აზრები გაცვალოს ერთმანეთთან და მერე შეჯერებულად დაასახელონ პრიორიტეტები, რომ როგორ სოფელში, როგორ რაიონში უნდათ მომავალში ცხოვრება. აქედან გამომდინარე, ზუსტად აი ამ მუშაობის შედეგია ის, რომ მერე თქვათ ხედვა ყალიბდება ერთიანი და არა მხოლოდ თქვათ ამ პროექტის ფარგლებში დაფინანსებული მცირე საგრანტო პროექტები იქნება ამ პრიორიტეტების შესაბამისი, არამედ მაგალითად უკვე მუნიციპალიტეტთან საუბრობთ იმაზე, რომ მუნიციპალიტეტმაც გაითვალისწინოს ამ პრიორიტეტების შესაბამისად საქმიანობა, თქვათ ჩნდება სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებში, სხვადასხვა საშუალებები და ხალხს ვეხმარებით, რომ თქვათ ამ პრიორიტეტების შესაბამისად იმ პროექტებშიც მიიღო მონაწილეობა და რაც მთავარია ადგილზე, როდესაც არის საშუალება იმის, რომ ხალხმა მომხმარებლიდან ბიზნესის კუთხით შეხედოს უკვე სხვადასხვა საშუალებებს და ისწავლონ ელემენტარულად დაგეგმარება, ისწავლონ ფინანსური ანალიზი, ისწავლონ ელემენტარულად საგადასახადო პრინციპები და ვთქვათ ეს აღარ იყოს ისეთი საკითხი, რომელიც ვთქვათ გაუჭირდება ობივა წელს დაგეგმოს. აი ეს არის ყველაზე დიდი ეფექტი, რაც მგონია, რომ გრძელვადიანად მოიტანს იმას, რომ მეტი ხალხი ჩაერთვება თავის რაიონის და თავის სოფლის განვითარებაში. აი სტრატეგია აერთიანებს ყველა ამ მიმართულებას, დაწყებული რა თქმა უნდა სოფლის მეურნეობით, მაგრამ ასევე აქ მოცემულია არასასოფლო-სამეურნეო ეკონომიკური აქტივობები, როგორც არის აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, როგორც არის გადამამუშავებელი საწარმოების კუთხით ხელშეწყობა, მთელი ციკლის ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების ხელშეწყობა, რაც მეტ ეკონომიკურ სტიმულს ქმნის, მეტ დასაქმებას ქმნის, მეტ შემოსავლების გენერირებას ახდენს და საბოლოოდ ეს აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. შესაბამისად, ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციის ქვეშ მუშაობა სოფლის განვითარების სტრატეგიაზე, რომელსაც აქტიურად უჭერდა მხარს ევროკავშირი ენპარტის პროექტის ფარგლებში, კერძოდ გაეროს განვითარების პროგრამის უშუალო მონაწილეობით. არაერთი საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდა იმისთვის, რომ სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებს საკუთარი მოსაზრებები გამოეთქვათ ამ სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტთან დაკავშირებით და საბოლოოდ სულ ეხლახან დამტკიცდა სოფლის განვითარების სტრატეგია. ამ სტრატეგიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის ადგილებზე, ეგრეთ წოდებული ქვევიდან ზევით მიდგომით, მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმების გამოყენება სოფლის განვითარების სფეროში. ვინაიდან ადგილობრივი მოსახლეობა უკეთ იცის რა არის მის კონკრეტულ მუნიციპალიტეტში თუ სოფელში რა საჭიროებებია, რა პოტენციალია, რა მიმართულებით ჭირდებათ მათ ხარდაჭერა, ამიტომ აი დღევანდელი შეხვედრა სწორედ ერთ-ერთი ასეთი სამოქმედო ჯგუფის აქტივობის განხილვას ეხება, მათ გამოცდილებას და ასევე მომავალში თუ როგორ მოხდეს ამ გამოცდილების გაზიარება სხვა მუნიციპალიტეტებში, სხვა რეგიონებში და განვრცობა ამ პრაქტიკის. წარმოვადგენ თეთრ
თეთრწყაროს მუნიციპალიტეტს. მე ვარ ქალბატონი, რომელმაც დავტოვე თბილისი და საცხოვრებლად გადმოვედი სოფლად იმისათვის, რომ ჩემი ბიზნესი გამევითარებინა. ვეწევი მეთხევეობას და ვაწარმოებ თხის რძესა და ყველს და ყველა შეხვედრას ვესწრები აქტიურად, იმიტომ რომ თეთრწყაროში ჩემოდის ემპარტი და მინდა ჩავერთო აქტიურად, იმიტომ ჩვენი ჩართულობა თითეული მოქალაქის, თითეული ფერმერის, თითეული ხმას აქვს დიდი ძალა. ჩემზე უკეთესად ასე ვთვლი, რომ ვერავინ ვერ იტყვის სოფლის მეურნეობის განვითარებას, ვთქვათ, მეცხოველეობას, რა ჭირდება სოფლად მაცხოვრებას. ბოლო დროს შექმნილმა ფინანსურმა თუ სოციალურმა პრობლემებმა სოფლის მოსახლეობის მიგრაცია გამოიწვია. თუმცა მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა, მოსახლეობის 42.8% მშობლიურ კუთხეს არ ტოვებს. ისინი მრავალი სხვადასხვა სოციალური, ეკონომიკური თუ ინფრასტრუქტურული პრობლემების წინაშე დგანან, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში. ახალგაზრდების მიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სამუშაო ადგილების სიმცირეა. ამ და სხვა პრობლემების გადასაჭრელად შეიქმნა ადგილობრივი განვითარების ჯგუფები. ყაზბეგში გამართულ სასწავლო ტურის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა შევხვედროდით ყაზბეგის განვითარების ჯგუფის ლაგის წევრებსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს. ყაზბეგის განვითარების ჯგუფი 2016 წელს დაარსდა და უკვე 140 წევრს ითვლის. ისინი აქტიურად მონაწილეობენ მუნიციპალურ ცხოვრებაში. პროექტის დაფინანსება ხდება ევროკავშირის მიერ. პროექტს ახორციელებს ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია პინი. ყაზბეგში და კიდევ ორ მუნიციპალიტეტში ეს არის საპილოტო პროექტი. ყაზბეგში დაიწყო პროექტის ახორციელება დაიწყო 2016 წლიდან. ჩართული არის ყველა სოფლის, ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, მოსახლეობა, ადგილობრივი მოსახლეობა, არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები, ანუ ყველა იმ სფეროს წარმომადგენლები, რომლის დღეს მოღვაწეობენ და არსებობენ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. ამ პროექტის მთავარი ესე იგი მიზანი არის, რომ შეჩერდეს მიგრაცია ყაზბეგის რაიონიდან. განსაკუთრებით ყურადღება ექცევა ადგილობრივი მოსახლეობის, ანუ ადგილზე მაცხოვრებელი მოსახლეობიდან წარმოდგენილი პროექტებს აქვს პრიორიტეტი ამ მხრივ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვცდილობთ, რომ ყაზბეგიდან წასული მოსახლეობა მოხდეს მათი უკან დაბრუნება. პირობა ჰქონდეს ადამიანს, რომ იცხოვროს რაიონში, არჩინოს ოჯახი და ჰქონდეს, რა თქმა უნდა, შემოსავლის წყარო. ამ ეტაპზე უკვე წელიწადზე მეტია ეს მექანიზმი მუშაობს ლაგოდეხში, ყაზბეგსა და ბორჯომში, სამ მუნიციპალიტეტში. უახლოეს პერიოდში კიდევ სამ მუნიციპალიტეტში ამოქმედება ეს მექანიზმი და რამდენიმე თვეში უკვე აჭარაში ორ მუნიციპალიტეტში, ანუ საბოლოო ჯამში ევროკავშირი 8 მუნიციპალიტეტში უჭერს აი ამ მიდგომას მხარს და უკვე სახელმწიფოს სოფლის განვითარების სტრატეგიაში ამ ჯგუფების, ესე ვთქვათ, ინსტიტუციონალიზება არის გათვალისწინებული და აქტიურად ხდება დაკვირვება იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ევროპული ამ მოდელის დანერგვა საქართველოში. საქართველოში ეს როგორ შეიძლება იყოს მოწყობილი, დამოკიდებულია ამ პირველი, ასე ვთქვათ, საპილოტე მუნიციპალიტეტების გამოცდილებაზე. აქ არის ძალიან საინტერესო მიდგომები დანერგილი ყაზბეგში, გვინდა რომ ეს გავაცნოთ ყველა იმ მხარეს, რომელიც მომავალში იქნება ჩართული. ეს არის მუნიციპალიტეტები, გუბერნიები, რეგიონული ადმინისტრაციები, უпростоრად, ეს არის ასევე კერძო სექტორი, არასამთავრობო სექტორი, რომელმაც უნდა შეკრას ეფექტური ადგილობრივი მოქმედების ჯგუფები. ეს იქნება ახალი მუნიციპალიტეტები, ეს იქნება ახალი შეიძლება თემების დონეზეც იყოს, ეს ყველაფერი სამსჯელო არის მომავალში. ასევე მნიშვნელოვანია ვიმსჯელოთ დაფინანსების წყაროებზე. დღეს ეს სამოქმედო ჯგუფები, რომელიც შექმნილია სამ მუნიციპალიტეტში, მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ ევროკავშირის დახმარება აღარ იქნება და ამიტომ ჩვენი მიზანია, რომ ამათი მდგრადობა იყოს უზრუნველყოფილი, სიცოცხლესუნარიანობა ამ ჯგუფების და მათი დაკავშირება დაფინანსების წყაროებთან, რათა მათ მიერ შედგენილი ინიცირებული პროექტები შემდეგ დაფინანსდეს და რეალიზდეს. აი ეს არის მიზანი. მიმდინარე წელს ემპარტის ფარგლებში ადგილობრივი განვითარების ჯგუფი კიდევ 5 მუნიციპალიტეტში, დედოფლის წყაროში, ახალციხეში, თეთრწყაროში, ქედასა და ხულოში ჩამოყალიბდება.